ალბათ ყველას გაგჩენიათ შეკითხვა. რატომ მაინც და მაინც მე? რატომ ვარ მაინც და მაინც მე ასეთ მდგომარეობაში და არა სხვა? რატომ არის ვიღაც მდიდარი, ვიღაც ღარიბი, ვიღაც ადრე კვდება, ვიღაც პირიქით დიდხანს ცოცხლობს, ვიღაც საერთოდ არც კი იბადება, ვიღაც შეზღუდული შესაძლებლობებით იბადება, ვიღაც ძალიან ჯამრთელი, ვიღაც ძალიან ლამაზი და ასე შემდეგ. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ. სინამდვილეში ამ ყველაფერს პასუხი აქვს. ეს სამყარო ძალიან კანონზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს რომ რაღაც იყოს კანონზომიერების გარეშე. რაღაც იყოს უსამართლოდ. რაღაც იყოს არასწორად. რაღაც იყოს გარკვეულ წესრიგს მოცილებული. როდესაც ჩვენ უთესავთ ატომს, ატომი იზრდება. იზრდება ატომი და არა ვაშლი. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს რომ გაიზარდოს სხვა ხე, გაიზრდება ატომი. შესაბამისად, ეს სამყარო ძალიან კანონზომიერია და ზუსტად ეს პრინციპი მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზეც. რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ზუსტად შესაბამის რეაქციას მივიღებთ. თუმცა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ეს არ ვრცელდება მხოლოდ ერთი ცხოვრების განმავლობაში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორ რამეზე, რომელიც ძალიან კავშირშია ერთმანეთთან. ეს არის კარმა და რეინკარნაცია. ჩვენ ამას განვიხილავთ, რატომ არის ეს ლოგიკური. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ სამყაროში, თუ დავაკვირდებით ამ სამყაროს, ძალიან კანონზომიერია ყველაფერი. ადამიანის სხეულის ორგანოებიც რომ ავიღოთ, აქვს ხელები, ფეხები, პირი, თვალები, მას აქვს ყველაფერი საჭირო იმისთვის, რომ ფუნქციონირება შეძლოს ამ სამყაროში. იმ გარემოში, სადაც იმყოფება. წყალში მობინადრე არსებებს აქვს შესაბამისი სხეული, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ იმ კონკრეტულ გარემოში იფუნქციონირონ. მზე ამოდის, ჩადის ყოველ დღე. იმისთვის, რომ ჩვენ სიცოცხლისთვის საჭირო გარემო შეგვიქმნას. არის ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და ასე შემდეგ. ეს სამყარო ყველანაირად ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ შევძლოთ სრულფასოვნად ცხოვრება. პლანეტებიც კი ოდნავ რომ გადაიხაროს, ოდნავ რომელიმე პლანეტა არასწორი მიმართულებით რომ წავიდეს, მთელი სამყარო დაინგრევა. შესაბამისად, თუ დავაკვირდებით ამ სამყაროს გულწრფელად, მივხვდებით, რომ ყველაფერი ძალიან კანონზომიერია. დამხედვით, კანონზომიერი უნდა იყოს ასევე ის მოვლენები, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. ლოგიკურად ასე უნდა იყოს, ობიექტურად. რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენ გაგვიჩნდება უამრავი შეკითხვა, რაც ჩამოვთვალეთ. რატომ ესე და არა სხვაგვარად? რატომ ვარ მე ასეთ სიტუაციაში, მაგრამ სხვა ადამიანი უკეთეს სიტუაციაში, ან პირიქით უარეს სიტუაციაში? და თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ ორ რამეს, კარმას და რეინკარნაციას, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს სამყარო უსამართლოა, დავადანაშაულებთ ღმერთს, ან ამ სამყაროს შემქმნელს, ან ზოგადად ბედისწერას და ასე შემდეგ. მაგრამ შეუძლებელია ეს სამყარო იყოს უსამართლო, რადგან ყველა სხვა დეტალში ის არის ძალიან კანონზომიერი. ამიტომაც უნდა მივიღოთ კარმის პრინციპი. და როგორც კი მივიღებთ კარმის პრინციპს, ყველაფერი ნათელი ხდება. მაგრამ შემდეგ ჩნდება მეორე კითხვა. ბავშვს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, საერთოდ შეიძლება არც გაჩენილა, მაგრამ დედამ მუცელშივე მოკლა. რა დააშავა? რატომ დაემართა მას ასეთი რამ? ან ვიღაც რატომ მოკვდა ჩვილი, ვიღაც კი პირიქით 100 წელი იცოცხლა ან მეტი. და იმისათვის, რომ ამ კითხვას გაეცეს პასუხი, აუცილებელია მეორე მცნება შემოვიღოთ. და ეს არის რეინკარნაცია. კარნა ნიშნავს სხეულს, რეინკარნაცია ნიშნავს სხეულში თავიდან მოხვედრას. როგორც კი ამ პრინციპს მივიღებთ, მაშინვე ყველაფერი ნათელი იქნება. ჩვენ დავინახავთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია, რაც ჩვენ ცხოვრებაში შეგვექმნა, ის გარემო, სადაც დავიბადეთ, სახელმწიფო, რომელშიც ვცხოვრობთ, სხეული, რომელიც გვაქვს, ადამიანები ჩვენს გარშემო, ყველაფერი არის ჩვენი ქმედებების შესაბამისი. წარსულ ცხოვრებებში ჩვენ ჩავიდინეთ გარკვეული ქმედებები, ხოლო ამ ცხოვრებაში
ჩვენი ქმედებების შესაბამისად მოხვდით შესაბამის ადგილას, შესაბამის გარემოში, შესაბამის სიტუაციაში, შესაბამის სხეულში და ცხოვრების განმავლობაში მოგვდის შესაბამისი მოვლენები, რაც ჩვენ დავიმსახურეთ. ამ ცხოვრებაში შესრულებული ქმედებებით კი ჩვენ ვქმნით ჩვენს შემდეგ ცხოვრებას. და არა მარტო შემდეგ ცხოვრებას, იმ სიტუაციებს, რომლებიც თუნდაც ამ ცხოვრებაში უნდა შეგვექმნას. ანუ ჩვენი ქმედებებით ჩვენ ქმნით ჩვენს მომავალს. ჩვენი ქმედებებით წარსულში ჩვენ შევქმნით ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა. ხოლო ჩვენი ქმედებებით ახლა ჩვენ ქმნით ჩვენს მომავალს. ეს ყველაფერი არის უბრალოდ ლოგიკური, რაციონალური. და მე მინდოდა უბრალოდ ამ კუთხით მესაუბრა. არა რაიმე ფაქტებით, არა რაიმე კონკრეტული წერილების ხედვით, როგორიც არის ვედები. დღეს მინდოდა მესაუბრა უბრალოდ რატომ არის ეს ყველაფერი ლოგიკური. რადგან სხვაგვარად ვერანაირად ვერ ავხსნით ამ მრავალფეროვან სიტუაციებს, ამ სხვადასხვა ძალიან განსხვავებულ გარემოს, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ. რა დააშავეს ხომ ასეთ გარემოში რომ მოხვდნენ, ასეთ გარემოში რომ დაიბადნენ, ასეთი რაღაცეები რომ ემართებათ ცხოვრებაში, სხვადასხვა შესაძლებლობები რომ აქვთ ცხოვრებაში, რაიმეს მისაღწევად, სხვადასხვა ნიჭი რომ აქვთ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი შემოვიღებთ ამ ორ მცნებას, კარმას და რეინკარნაციას, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.